თქვენ ახლა თქვენს წინაშე ხედავთ უკვე პარიზის რუკას. პარიზის გეგმა არის აქ წარმოდგენილი, სადაც ამჩნევთ ალბათ, რომ პარიზი ორ ნაწილად არის გაყოფილი მდინარე სენით. თქვენთვის კარგად ნაცნობი ადგილი გახლავთ აი ეს კუნძული სიტე, საიდანაც პარიზმა ფაქტობრივად აიდგა ფეხი, ეს იყო ცენტრალური ნაწილი, სადაც თქვენ რატო ვახსენეთ სიტე, თქვენთვის კარგად ნაცნობი თქო, იმიტომ რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი და სენ-შაპელი სწორედ აი ამ კუნძულზე მდებარეობდა. სანაპიროზე მოპირდაპირე მხარეს ეხა მიადევნეთ თვალყური, რა თქმა უნდა, ჩემი კურსორის მიმართულებას. იყო კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი, ეს გახლავთ ლუვრი. ლუვრი, რომელიც შუა საუკუნეობრივი ციხესიმაგრის სახის მატარებელი იყო, ანუ შუა საუკუნეებშია ჩასახული და ამდენად ჰქონდა სუფთა ისეთი შეიძლება ვთქვათ რომანული ხასიათის ციხესიმაგრის შესახედაობა, მაგრამ ლუვრის მნიშვნელობა გაიზარდა მას შემდეგ, რაც აქ რეზიდენცია, მეფეების რეზიდენცია იქნა გადმოტანილი. ლუვრის თავისებურება გახლავთ მისი კორპუსების დაჯგუფება შიდა ეზოს გარშემო, რომელიც კარეს ტიპის არის, ანუ არის ოთხკუთხა შიდა ეზო, მის გარშემოა დაჯგუფებული კორპუსები და სხვათა შორის თავიდან, როდესაც დაისახა თავისი ბასტიონური ხასიათის ციხესიმაგრე, როცა ჩაისახა, მაშინაც ჩამოყალიბდა როგორც აი ესეთი მართკუთხა ფორმის ციხესიმაგრე, მაგრამ იმ ნაწილებიდან შემდეგ რეკონსტრუქციის შედეგად ფაქტობრივად ისეთი რეკონსტრუქცია განიცადა, რომ ფაქტობრივად საერთოდ შეიცვალა სახე. და ეს რეკონსტრუქცია ხორციელდებოდა საუკუნეების განმავლობაში. განსაკუთრებით რასაკვირველია ეს შეეხო აი ესეთი სახეცვლილება ლუვრის და მე აქ ლუვრს მარტო არ ვახსენებ, იმიტომ რომ ჩვენ ფაქტობრივად გვექნება საუბარი ლუვრი ტუილრის ანსამბლზე მთლიანად. ეს არის ჩვენთვის საინტერესო, იმიტომ რომ აი ამ ღერძმა, ლუვრი ტუილრის ღერძმა განსაზღვრა მთავარი დიამეტრი პარიზისა. ანუ ლაპარაკი არის იმ გრძივ ღერძზე, რომელიც მიუყვება სენის პარალელურად პარიზის აი ამ ესე ვთქვათ ნაწილს. ესე იგი, მარჯვენა სანაპიროზე ჩაისახება დიამეტრი, რომლის გამსაზღვრელი ხდება ლუვრი ტუილრის ღერძი. ეხლა მე ვახსენე ტუილრი. ლუვრი თქვენთვის ნაცნობია, თუნდაც იქიდან, რომ ლუვრი, კარგად იცით თქვენ, რომ ეს არის დღესდღეობით მუზეუმი. ტუილრი ეს გახლავთ ასევე სამეფო კარისთვის შექმნილი სასახლე, რომელიც დღეს აღარ არსებობს, ეს დავიმახსოვროთ, მაგრამ სასახლე, რომელიც ეკატერინე მედიჩის დროს მე-16 საუკუნეში არის ჩასახული და ეს გახლავთ რენესანსი მოგეხსენებათ, ჯერ კიდე რენესანსში ვართ, როცა ეკატერინე მედიჩიზე ვსაუბრობ. ეკატერინე მედიჩი ეს იყო, ასეც ეძახდნენ, იცით, შავ დედოფალს ეძახდნენ, იმიტომ რომ თავისი მეუღლის, ჰენრი მეორის გარდაცვალების შემდგომ ეკატერინე მედიჩის შავი არ გაუხდია 30 წლის განმავლობაში და ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან ფიგურად ითვლებოდა ქალი ფაქტიურად, რომელიც მართავდა დიდი ხნის განმავლობაში საფრანგეთს, მისი მეუღლის გარდაცვალების შემდგომ. ვინაიდან მისი მეუღლის პერიოდში მას ასეთი საშუალება, ასე ფართოდ რო ემართა საფრანგეთი მას არ ქონია, სამაგიეროდ მისი გარდაცვალების მერე მისი სამი ვაჟიშვილის მმართველობის პერიოდში და სამი ვაჟიშვილი რატომ? იმიტომ რომ ერთი ახალგაზრდა იყო, როდესაც მამამისის გარდაცვალების მერე მეფე უნდა გამხდარიყო და აი ის დაიღუპა 17 წლის ასაკში, მეორე რომელიც მეფედ აკურთხეს 10 წლის იყო სრულიად და ეკატერინე მართავდა, რასაკვირველია მის მაგივრად და მესამეს მაგივრადაც იყო ფაქტობრივად ეკატერინე.
ამიტომ ეკატერინე მედიჩის მნიშვნელობა საფრანგეთის ისტორიაში ამ დროს ძალიან დიდია. მას ეკუთვნის იდეა აი აქ სასახლის აგებისა, წუილრის სასახლის აგებისა, რომელიც დელორმს დაევალა, ფილიბერ დელორმი გახდათ არქიტექტორი, მან ააგო აქ წუილრის სასახლე, რომელსაც ასევე შეეხო გადაკეთებები. ეს გადაკეთებები გასაკვირი თქვენთვის არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ვიცით, რომ მე-17 და მე-18 საუკუნეებში განსაკუთრებით აქტიური არის არქიტექტურული საქმიანობა, რომელიც უკავშირდება უპირველეს ყოვლისა სამეფო გვარს და არისტოკრატიას. პარიზში, რასაც მე დღეს გიჩვენებ, ყველაფერი ფაქტობრივად დაკავშირებული არის სამეფო ოჯახთან. ყველაფერი, აი ყველა ანსამბლი, ყველა მოედანი დაკავშირებული არის ყველაფერი სამეფო ოჯახთან. ესე იგი, როგორც გითხარით, ყალიბდება აი ეს ღერძი, მაგრამ ღერძი, რომელიც ერთჯერობით, აი ეკატერინე მედიჩიმ, როდესაც ააგებინა წუილრის სასახლე, ეს ორი სასახლე ერთმანეთთან დაკავშირებული ჯერ მხოლოდ და მხოლოდ ვიზუალურად იყო, მაგრამ შემდგომ პერიოდში ნელ-ნელა იწყება სვლა, აი ლუვრიდან, აი ნახეთ ეს სამხრეთ კედელია, რომელიც სენის სანაპიროს მიუყვება, სვლა იწყება წუილრისკენ და რეალურად ფაქტობრივად ერთ ანსამბლად ჩამოყალიბების ეტაპებს გადის საუკუნეების განმავლობაში. პარალელურად ლუვრის შესახედაობა იცვლება, ექსტერიერი განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ კორპუსები გაცილებით უფრო იძენს ესეთ ბაროკულ და შემდეგ უკვე კლასიცისტურ ხასიათს. გადაკეთება ლუვრის აი ამ ნაწილისა, აი ამ მთავარი კორპუსებისა ჯერ კიდევ დაევალა იყო ასეთი არქიტექტორი ლესკო, რომელმაც დაიწყო რენესანსის პერიოდში მე-16 საუკუნეში გადაკეთება, ხოლო შემდეგ აი ის გახსენებთ ვინ იყო ეს ახლა ვისაც დავასახელებ, ვერსალის სასახლის ავტორი ლე მერსიე იწყებს გადაკეთებას, ეს უკვე ბაროკოს პერიოდია. ჩვენ ლე მერსიეზე როცა ვისაუბრებ, ჩვენ ვთქვით, რომ იქ ბაროკული არქიტექტურაა, მაგრამ უკვე იძენს კლასიციზმისთვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს. თუმცა ეს კლასიციზმი ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის მე-17 საუკუნის დაახლოებით 60-იან წლებამდე. აი ეს მთელი ნიშან-თვისებები, რომელიც განაპირობებს კლასიციზმის, აი კლასიკურ არქიტექტურულ გადაწყვეტას, ამას ჩვენ ვნახავთ სწორედ ლუვრის აი ამ აღმოსავლეთ ფასადის, აღმოსავლეთ კორპუსის გადაკეთების შემდგომ. ეხლა ნახეთ, მე ლე მერსიე ვახსენე. ლე მერსიე აკეთებს აი ამ კორპუსს. ეს კორპუსი, რომელიც ეხლა მე გიჩვენებთ უკვე თვითონ ამ კორპუსის შესახედაობას, ეს გახლავთ გადაღებული არა მაპატიეთ, განახატი წუილრის სასახლის მხრიდან ჩახატული, აი ლუვრის, აი ეს უკვე ჩამოყალიბებული ორივე თარომ უკვე დასრულებული არის, როგორ არის შეერთებული ერთიანად ეს მართკუთხა ფორმის ანსამბლი თავისი შიდა ეზოებით, რომელიც აქ თქვენ ხედავთ წარმოდგენილი არის ყველა კორპუსის შიდა ეზოების გარშემო. ეს წუილრის სასახლე გახლავთ, რომელიც იკითხება პარკიდან. ნახეთ, წუილრის პარკი, რომელიც მე გეგმაზე შეგახედებთ, რომ უფრო კარგად მიხვდეთ რა როგორ განვითარდა. ეს პარკი აშენდა ღერძის მიმართ სიმეტრიულად. ალბათ არ იქნება გასაკვირი თუ გეტყვით, რომ ამის ავტორი გახლავთ სწორედ ის დიდი ლანდშაფტის არქიტექტორი, რომელიც ვერსალში აკეთებს უზარმაზარ პარკს, ეს არის ანდრე ლენოტრი. აი პარკის ავტორი, ესე იგი, ერთ-ერთი ფაქტობრივად განსაზღვრავი ლუვრი წუილრის ღერძის ჩამოყალიბებისა გახლავთ სწორედ ეს ადამიანი. მისი ლუვრის ფასადზე მე მოგიყვებით ერთი წუთით, ჯერ გადავიდეთ. ბოდიშვიხტი ერთი წუთით.
აი ეს დღევანდელი სახე გახლავთ, როდესაც აღარ არსებობს ჭვიულირის სასახლე და პირდაპირ ლუვრი იკითხება ზუსტად იგივე რაკურსით, ანუ რაც აქ იყო, იგივე რაკურსით უკვე გადაღებული ფოტოსურათი, ბაღები, რომელსაც ის სახე, რაც ლენოტროს ჰქონდა მიცემული, აი ამ ბაღების გეომეტრიული ფორმები, ბოსკეტები ქვია ამას, როდესაც ხეებს ამუშავებენ გეომეტრიულად, კრეჭენ და ბუჩქებს ამუშავებენ, ეს ცოტათი უკვე დარღვეულია, მაშინ კაცრად ჰქონდათ ეს დაცული. მოდი არემ შევხედოთ ჭვიულირის სასახლეს, ბოლომდე განვიხილოთ ჭვიულირის სასახლე, რომელიც დღეს აღარ არსებობს, მაგრამ თქვათ რა ხასიათი ჰქონდა. დამახასიათებელი, თქვენ ახლა შეხედავთ, რომ თვითმფრინავილ აი ამ შენობას, რასაც მე გიჩვენებ, დამახასიათებელი ექნება, ძალიან დამახასიათებელი არის საფრანგეთისთვის დახრილი, ძალიან დახრილი, მახვილი კუთხით დახრილი სახურავები, ანუ სიმაღლისკენ წვდომი, ეს გითხარით კიდევაც წინა ლექციაზე, ამას კლიმატიც განაპირობებდა. აქ ხედავთ ჩვენ, რომ ცენტრალური ნაწილი როგორ არის გამოყოფილი, იმ ჰორიზონტალურად გაწელილი აი ამ კორპუსის მიმართ, ანუ აქაც ღერძულობა ხაზგასმულია და ამავე დროს ხაზგასმულია ვერტიკალური აქცენტით. შორს უკან ხედავთ თქვენ, ეს არის ეს ცნობილი თაღი, ტრიუმფალური თაღი, რომელიც დაიდგა მხოლოდ და მხოლოდ ამ პირის პერიოდში, ამასაც ჩვენ ბოლოს ამით დავამთავრებთ დღევანდელ ლექციას. აი ეს ტრიუმფალური თაღი და წინა ტრიუმფალური თაღი, რომელიც სამნაწილიანია და კონსტანტინეს თაღის მსგავსია, ეს არის ნაპოლეონის პერიოდში მდგარი, მაგრამ ჭვიულირის სასახლის არსებობის დროს ჯერ ეს არ არსებობდა. წინამდებარე მოედანი კი ბატონო, ამას ერქვა კარუსელი, რომელიც ლუი მე-13-ის დროს არის ესე ვთქვათ ჩამოყალიბებული და აი ამ კარუსელის მოედანზე იდგა სწორედ აი ეს ტრიუმფალური თაღი, რომელზეც მოგვიანებით კიდევ ერთხელ გვექნება საუბარი. მე ამას გიჩვენებ ამ კაცს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჯერჯერობით ჭვიულირის სასახლის თვისებები ნახოთ როგორი იყო და შემდგომ პერიოდში მას სამწუხაროდ მე-19 საუკუნეში დაიწვა ჭვიულირის სასახლე. ნახეთ, აი აქ მარჯვნივ არის უკვე ხანძრის შემდგომი მისი მდგომარეობა და ეს არის ხანძრამდე მისი მდგომარეობა და ხანძრის შემდგომ აღარ აღუდგენიათ ფაქტობრივად ამ ხერხით, რომ ეს სასახლე იქნა აღებული, აიხსნა პარკის და აი ლუვრის სასახლის აი ესეთი ერთგვარი ვიზუალური კავშირი ისე გაიხსნა, იცით, სივრცულად ძალიან ესეთი პერსპექტიული შორის სივრცის აღქმის შესაძლებლობა იძლეოდა და ფაქტობრივად მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი ღერძი, რომელიც უკვე ვიზუალურადაც აღარ იყო ჩაკეტილი. აი ეს ჩაკეტილობა, რასაც ქმნიდა ჭვიულირის სასახლე, ფაქტობრივად მოიხსნა და ეს აღარც გაიმეორეს. ეხლა მე ვახსენე ლუვრის თავისებურებები მინდოდა, მე თქვა თქვენთვის არქიტექტურული და ვახსენე ლემერსიე და აღარ დავამთავრე და ეხლა ვაგრძელებ ამაზე საუბარს. ის კორპუსი, რომელიც გიჩვენეთ, ანუ დასავლეთი კორპუსი ლუვრის სასახლისა, აი ასე აქვს ლემერსიეს გადაწყვეტილი, ნახეთ, მე მინდა მსგავსება კომპოზიციური შეამჩნიოთ ჭვიულირისა და აი ამ ჭვიულირის სასახლესა და ამ კორპუსს შორის. თქვენ ამას ხშირად ნახავთ კომპოზიციურ მსგავსებას, მხოლოდ და მხოლოდ, თუმცა მისი დეკორატიული დატვირთვით, აი აქ თქვენ ხედავთ, რომ არის ფიგურები, ხედავთ გამოსახული, აი ეს შეყენებული, ანუ რომელზედაც არის ეს დაყრდნობილი ფრონტონი და სკულპტურული გამოსახულებები და ბარელიეფური ამუშავება ამ სარკმლების გარშემო, ღიობების გარშემო, შეწყვილებული პილასტრების გამოტანა. ეს მე მგონი რაღაცას გაგონებთ ბაროკოს აი ამ ერთგვარ დეკორატიულ, ცოტა გადაჭარბებულ ხასიათს. სწორედ ლემერსიე აი ამ ფრანგული ბაროკოს წარმომადგენელია
საათების პავილიონში, იგივე სულის პავილიონი, ასევე ქვია პავილიონ დე სული, სული ეს არისტოკრატული გვარის წარმომადგენელი გახლდათ, ხელისუფლებასთან ძალიან დაახლოებული პირი და მისი ორი სახელი აქვს, საათების პავილიონი და პავილიონ დე სული, რომელიც არის ძალიან ცნობილი პავილიონი და რატომ პავილიონი? აქ თქვენ ხშირ აი 4-ვე ნაწილში, ახლა მივბრუნდეთ ერთი წუთით ისევ ლუვრთან, 4-ვე ნაწილში აი აქ კარგად ჩანს. აი ამ ესე იგი კარე ლუვრ ქვია აი ამ ეზოს. აი ამ ეზოს გარშემო 4-ვე ნაწილში თქვენ ხედავთ კომპოზიციურად ერთ და იგივე გადაწყვეტას. თუ შიგნით გახართ თქვენ დაინახავთ, რომ აი ეს რაც ვნახეთ ახლა ლემერსიეს საათების პავილიონის შემთხვევაში, იგივეს დაინახავთ აი ამ კორპუსში, ანუ ცენტრალური ნაწილი იქნება გამოყოფილი, თუმცა თავიანთი სტილისტიკით ცოტათი განსხვავებულია იმის და მიხედვით, როდის ჩამოყალიბდა. შემდეგ ნახეთ, მე გითხარით, რომ ფრთები გაიზარდა მეთქი, აი ლუვრიდან პირდაპირ წავიდა ფრთები, რომელშიც ასევე არის მოყოლილი სულ პავილიონებია. აი ამ ნაწილებში, ამ აქცენტირებულ, აი კვეთის ნაწილებში, კორპუსთან კვეთის ნაწილებში ყველგან არის პავილიონი, რომელიც ვერტიკალური ალსაზრისით არის, აი ესეთი თითქოს აფიქსირებს ამ კუთხეებს და ამიტომ ერთგვარი აქცენტის როლს თამაშობს. აქაც ხედავთ, სულ პავილიონები არის აი ამ ნაწილებში, რომელიც საფასადო სიბრტყიდანაც წინ არის გამოწეული, აუცილებლად უფრო მაღალია, ვიდრე აი ეს თვითონ მთელი ეს კორპუსი. ეს ხასიათი შეიძლება დასრულდა ფაქტობრივად ლუვრის ჩამოყალიბება ეს დასრულებული ხასიათი უკვე მე-18 საუკუნეში მას ჰქონდა, მაგრამ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც უნდა აღვნიშნო ახლა ეს არის სწორედ აღმოსავლეთი ფასადი. აღმოსავლეთ ფასადზე გამოცხადდა კონკურსი. აღმოსავლეთი ფასადი გამოდის ლუვრის მოედნის მხარეს, ასე ქვია ლუვრის, ესე იგი წინამდებარე, აი ამ აღმოსავლეთ ფასადის წინამდებარე ტერიტორია და ამ ნაწილს არ ქონდა ჯერ კიდევ ისეთი სახე, რომელიც დააკმაყოფილებდა ლუი მაგალითად ლუი მე-14-ის გემოვნებას და აკვეთა მოხდა სხვათა შორის მოიწვიეს ბერნინი ამ ფუნქციის შესასრულებლად, იმიტომ რომ მე გითხარით წინა ლექციაზე თუ არ ვწდები, რომ ფრანსისკ პირველს, რომელიც ძალიან კარგად იცნობდა უკვე იტალიის არქიტექტურას და საფრანგეთი ფაქტობრივად იტალიის არქიტექტურას, კულტურას ამას ეზიარა ძალიან კარგად, რასაკვირველია ეს ყველაფერი წამოვიდა თქო საფრანგეთში, რასაკვირველია აქ იცოდნენ იმ დიდი ხელოვანების შესახებ, რომლებიც იქ მოღვაწეობდნენ და რასაკვირველია ბერნინი გამოიწვიეს, რომ მას შეესრულებინა ეს ძალიან დიდი მისია. ბერნინი აკეთებს ვარიანტებს, 3 ვარიანტი აქვს მას შესრულებული ამ კორპუსისა, თუმცა თქვენ ხედავთ ახლა ბერნინის მიერ შეთავაზებულ 2 ვარიანტს ქვედა ნაწილში ერთ წუთით ჩანს კარგად თუ არა მე არ ვიცი ერთ წუთი ავწერ მე მგონი ვაპატიეთ მე მგონი ახლა უნდა გამოჩნდეს ცოტათი ავწევ ამას აი ჩანს არა ბავშვებო დიახ მას ქვედა სურათები. ხო, ეს 2 კორპუსი, აი ასაც ხედავთ, ეს 2 პროექტი გახლავთ სწორედ ბერნინისეული ხასიათისა და ნუ როგორ დაამთავრა, ნახეთ, ახლა თქვენ იცით ბერნინის არქიტექტურა უკვე იმდენი ვილაპარაკეთ ამაზე, ეს ბაროკული არქიტექტურა დაამთავრა რასაკვირველია ისევ ქანდაკებების მთელი რიგით. სხვა რამ შესთავაზა ლევომ. აქ შემოთავაზებული არის უფრო ფრანგული ხასიათის ბაროკო, შეიძლება ასე ვთქვათ, რომელშიც იკითხება ის ნიშნები, რაც გვექნება უკვე რეალიზებულ პროექტში, მაგრამ რეალიზებული პროექტი, აი რეალიზებული იქნა კლოდ პეროს პროექტი, რომელიც იყო გაცილებით თავშეკავებული, რაციონალური
მოკლებული ყოველგვარ ზედმეტობას, ანუ ძალიან ისე თითქოს აი ჭყალებში რო ვთქვათ, აი ციბად შესრულებული პროექტი და აქ ჩვენ ხედავთ აი გადახურვის სისტემაში მაინც ხედავთ იმას, რასაც ჩვენ ხედავდით მაგალითად ფრანსუა მანსარის, როცა მე გაჩვენეთ თქვენ შატო დე მეიზონ რო გაჩვენეთ და გითხარით რომ იქ აი ესეთი დახრილი სახურავები და ვისაშუალებას იძლეოდა რომ გაკეთებული იყო მანსარდები. აი ეს დახრილი სახურავები და მკვეთრი ქანობები ისევ აქ იყო გამოყენებული. სრულიად მოისპო ეს და ფაქტობრივად ბრტყელი გადახურვის ტიპის სახურავით დაამთავრა კლოდ პერომ აი ეს აღმოსავლეთ ფასადი, რომლის გამოხატული აი ესეთი იცით ძალიან გამოხატული ესეთი ძირითადი დატვირთვა არის სწორედ აი ამ ეგრეთ წოდებულ ლუვრის კოლონადას უწოდებენ ამას, ლუვრის კოლონადაში. ხედავთ თქვენ აქ არის გალერეა, რომელიც არის შეწყვილებული კოლონებით წარმოდგენილი და ცენტრალური ნაწილი ხაზგასმული ისე, როგორც დავუშვათ, შეიძლებოდა ქონოდა ანტიკური ტიპის ტაძრებს ფრონტონი, გამოყოფილი ასეთი ფრონტონი რიზალიტები. აი ეს რიზალიტები მე წინა ლექციაზეც თუ ჩვენ სასახლეებშიც ვნახეთ, რომ არის გამოკვეთილი სამნაწილიანობა ხოლმე და ამ სამნაწილიანობას აღწევენ რითი, რომ საფასადო სიბრტყიდან თქვათ გამოდის წინ რიზალიტები და ხაზგასმული არის აი ეს გვერდითა რიზალიტები და რაც მთავარია ცენტრალური ნაწილი. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც გახლავთ აი ეს ბელეტაჟი ქვია ამას, ეს სართული ახსოვთ როცა ჩვენ ვერსალზე ვისაუბრეთ და მანსარის აი იმ კორპუსს გიჩვენებდით საბაღისკენ მიმართულ კორპუსს, რა, იქაც ვახსენე მე სიტყვა ბელეტაჟი, რომელშიც ხარით კიდევაც ცენტრალური ნაწილია გამოყოფილი და აქაც ჩვენ ხედავთ რომ გამოყოფილი არის სწორედ ეს ნაწილი და მინდა გითხრათ რომ ამ კორპუსმა აი ამ აღმოსავლეთ ფასადმა, აღმოსავლეთ კორპუსმა ლუვრისა რეალურად განსაზღვრა შემდგომი პროგრესი მათი არქიტექტურული სტილისა. კლასიციზმი აქედან, აი ესეთ უკვე ჩამოყალიბებული კლასიციზმი სწორედ აქედან დაიწყო. შევხედოთ ახლა ამ კორპუსს რეალობაში როგორ წარმოადგენს. აი ეს გახლავთ სწორედ ეს ძალიან თავშეკავებული, ძალიან რაციონალური. არავითარ თქვენ ხედავთ, არც თუ კი კლასიციზმში ქანდაკებას ნახავთ, ეს იქნება აკროპერიონზე. აქ ჩვენ ვერ ვხედავთ გარეგნულ სახეზე მაგ ლაპარაკი ძირითადად. გარეგნულ სახეში აქ ჩვენ ვხედავთ დიდებულებას, რომელიც ძალიან კარგად შეესაბამებოდა აბსოლუტიზმის აი ამ იდეოლოგიას და მოთხოვნებს. რეალურად რაც კი შენდებოდა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს იყო ფაქტობრივად ყველაფერი დაკავშირებული სამეფო გვართან და სამეფო კართან რასაკვირველია. ეხლა მოდი კიდევ შევხედოთ ერთხელ ლუვრის აი ამ დღევანდელ სახეს შევხედოთ. მოდი, აი დღევანდელი სახე ეს არის აი ეს ეზო, რომელსაც ეძახიან კარე, ლუვ კარე, აი ამ ეზოში დგას დღესდღეობით 80-იან წლებში, დასული საუკუნის 80-იან წლებში იონ მინგ პის მიერ დადგმული დიდი არქიტექტორი, ამერიკელი არქიტექტორის მიერ პირამიდა ჩადგმული, რომელმაც თავის დროზე უზარმაზარი კამათი გამოიწვია, იმიტომ რომ ეს ერთგვარი მოდერნისტული ჩართვა, ძალიან თანამედროვე ჩართვა, რა თქმა უნდა, კრიტიკოსების ესეთ ქარცეცხლში მოექცა, მაგრამ დღეს საოცრად ახლა უკვე შეგუებული და შეჩვეული და ორგანულად იკითხება თავისი სიმსუბუქის და გამჭვირვალობის გამო. აი ეს პირამიდა, რომელიც აქ მხოლოდ ის კი არ არის სკულპტურული ხასიათი კი არა, აქ ეს ფუნქციონალურად დატვირთულია, მუზეუმის ნაწილს წარმოადგენს. და ასეთი რამის გაკეთება იქ, სადაც არის აი ეს ნახე წარმოგიდგენთ ისტორიული კორპუსები და პავილიონები საკმაოდ სითამამეს და ძალიან დიდ ნიჭიერებას მოითხოვს. ჩვენ ახლა ვხედავთ ერთი ჯერ ჭუირის მხრიდან გადაღებული სურათი ლუვრისა და შემდეგ უკვე გახსნილი უკვე იმ მხარეს. ახლა ერთი წუთით
მე მინდა გიჩვენოთ კიდევ ერთი სასახლე, რომელიც ასევე სამეფო გვართან არის დაკავშირებული. მაპატიეთ, ხტუნავს აქეთ იქით. სამეფო გვართან არის დაკავშირებული და ეს გახლავთ პალე როიალი, ასე ქვია დღესდღეობით. აქ არის დღეს განთავსებული ცნობილი კომედი ფრანსეს და თავის დროზე ესეც აიგო სამეფო ოჯახისთვის, ანუ ფაქტობრივად იცით რა არის, სამეფო ოჯახისთვის კი არ იყო, უბრალოდ ეს იყო რიშელიეს დაწყებული, მაგრამ რიშელიე როცა გარდაიცვალა, გადაეცა ისევ სამეფო ოჯახს და რაღაც პერიოდი აქ სწორედ რეზიდენცია ჰქონდა და შემდეგ მათი სანათესაო სარგებლობა, მაგრამ რეალურად არის დაკავშირებული კარდინალ რიშელიეს სახელთან და რიშელიეს სურვილი შემდეგ იცით საფშორის რიშელიემ საკმაოდ გაიღო საკუთარი ქონება, როდესაც ანდერძად გადასცა სორბონას და მსგავს რაღაცასაც აი ესე კარდინალები ჩადიოდნენ, იმიტომ რომ ანდერძი დატოვა და სორბონას გადაეცა მთელი მისი ბიბლიოთეკა, ანალოგიურს გააკეთებს მაზარინი. ანალოგიურად სრულიად მოიქცევა და ნახავთ ჩვენ მე მის მიერ დანატოვარი აი ამ ესე იგი ნაანდერძევი რა არქიტექტურა შეიქმნება მაზარინის შემდეგ. ეს რიშელიესთან დაკავშირებული გახლავთ, ისევე როგორც რიშელიე, ქალაქი რიშელიე ვნახეთ ჩვენ ლემერსიეს აშენებული, რიშელიეს ის ქალაქი არ შემორჩა, ხოლო აქ უბრალოდ ისტორიულად შემორჩა მისი სახელი, რომ მისი დაწყებული იყო. ჩვენ აქ ხედავთ, აქ მარტივად ვიტყვი, რომ ხედავთ, რომ აქ დამახასიათებელი რაც არის ამ სასახლეებისთვის, ეს არის შიდა ეზოების გარშემო დაჯგუფებული კორპუსების მართკუთხა აი ესეთი ერთმანეთში დამავალი სივრცეების გადაწყვეტა, რომელიც საკმაოდ დიდ სივრცეებს მოიცავს ხოლმე. მოდი ერთი წუთით გეგმაზეც შეგახედებთ მე თქვენ აქ სად მდებარეობს, იმიტომ რომ ფაქტობრივად ეს არის ლუვრთან ძალიან ახლოს. აი შეხედეთ ახლა ისე დავბრუნდეთ გეგმასთან, აი აქ გახლავთ აი ეს პალე როიალი, ანუ რეალურად ლუვრის პერპენდიკულარული ღერძის აი ამ ჩრდილოეთი კორპუსის, გრძივი კორპუსის პერპენდიკულარულად განვითარებული, აი აქვე ახლომახლო ჩასმული პალე როიალი, რომლის ესე იგი ღირებულება დღეს უკვე არის განსაზღვრული იმით, რომ აქ არის განთავსებული აი ესეთი საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობები. ჩვენ ცოტით აღარ დაიძრა. ერთი წუთით მელოდეთ რომ დაიძრას ეს კადრი, იმიტომ ჩვენ ხშირად მოგვიწევს გადმოსვლა ისევ იმ გეგმაზე, რომ შეგახედოთ სად რა მდებარეობს. გარდა ამისა, ჩვენ ახლა რადგან სასახლეებზე ვსაუბრობთ, მე მინდა გიჩვენოთ ის სასახლეები, რომლებიც პარიზში გარკვეულ ანსამბლურ ხასიათს იძენს. თქვენ წინაშე ახლა არის ლუქსემბურგის სასახლე. ლუქსემბურგის მარჯვენა მხარე, რასაც ხედავთ, ეს გახლავთ სწორედ ლუქსემბურგის სასახლე, რომელიც მარია მედიჩიმ და მარია მედიჩი ვინ იყო? მარია მედიჩი ეს გახლავთ დედოფალ მარგოს, ანუ ეკატერინე მედიჩის ქალიშვილის, ჰენრი მეორის ქალიშვილის, დედოფალ მარგოს მეუღლის ჰენრი მეოთხის ცოლი. დედოფალ მარგოს მერე მან ის შეუღდა მარია მედიჩისთან, რომელმაც გაუჩინა შვილები, მარგოს არ შეეძინა შვილები და მარია მედიჩი ეს იყო ბრწყინვალე ლორენცო ბრწყინვალის შთამომავალი. საერთოდ ეკატერინე მედიჩიც, რა თქმა უნდა, იმ საგვარეულოდან წარმომადგენელი, მაგრამ მარია მედიჩი პირდაპირ შთამომავალი გახდათ, რომელმაც ისურვა, რომ საფრანგეთში ქონოდა ფლორენციაში, როგორი სასახლეც ჰქონდათ მედიჩებს, ისეთი სასახლე. მარცხნივ თქვენ ხედავთ, მე ეს თქვენთვის მაშინ არ მიჩვენებია, ამ თავისთვის შემოვინახე, ეს არის პალაცო პიტი. პალაცო პიტი ეს არის სასახლე, რომელსაც
მისი ავტორი, რომლის ავტორი ჩვენ ზუსტად არ ვიცით, სავარაუდოდ ამბობდნენ, რომ შესაძლებელია ბრუნელესკის ეკუთვნოდესო, მაგრამ თითქოს არის ბართოლომეო ამანატის განხორციელებული. პალაცო პიტის განსაკუთრებით კარგი რაც გააჩნია, გარდა იმისა, რომ თვითონაც შესანიშნავი პალაცოა, წინა მდებარე მის წინ მდებარე ბაღები. ბაღები, ეგრეთ წოდებული ბობოლის ბაღები. აი ამ ბობოლის ბაღებისა და ამ პალაცოს ხასიათი და რატო ქვია პიტი, იცით, პიტის ოჯახს ეკუთვნოდა, ლუკა პიტი იყო ასეთი მნიშვნელოვანი პიროვნება ძალიან და აი ამ ლუკა პიტის არისტოკრატული გვარის წარმომადგენლის მისი პალაცო შემდეგ შეიძინეს მედიჩებმა. ну, გახსოვთ, მედიჩები მართავდნენ საერთოდ ფლორენციას და იმ პერიოდში მათი საკუთრება გახდა. მარია მედიჩიმ გადაწყვიტა, რომ აი ასეთი სასახლე გაეკეთებინა საფრანგეთში თავისთვის და აი ეს გახლავთ ლუქსემბურგის სასახლე, რომელმაც კი არ გაიმეორა ზუსტი ანალოგი ეს არ არის, მაგრამ ძალიან მსგავსია თავისი კომპოზიციურ, განსაკუთრებით ბაღის მხრიდან. კომპოზიციური გადაწყვეტით. აქ ეხა შეიძლება მე ხა ვერ გავადიდებ, რომ ამიხტუნებს ყველაფერს. აქ არის რუსტირებული აი ეს სართულები, აქაც ხვდებით, აი ამითაც ძალიან მსგავსია, რუსტირებას ხვდებით აქ. განსხვავება რაც არის, რასაკვირველია, იტალიას არ ჭირდებოდა დახრილი სახურავები, რომელიც რასაკვირველია გაჩნდა ამ შემთხვევაში, აი ეს საფრანგეთისთვის დამახასიათებელი დახრა და აქ თქვენ ხედავთ უკვე ქვემოთ არის წარმოდგენილი თვითონ კომპოზიცია მთლიანად ამ ლუქსემბურგის სასახლისა, სადაც უკან ჩანს ეს კორპუსი. ეხლა აქაც მოხდა გარკვეული გადაკეთებები და ეს გადაკეთებები ხდებოდა სწორედ აი ამ მე-17-მე-18 საუკუნეების განმავლობაში. გარკვეული კორპუსები მოიხსნა, გარკვეული ემატება და გარკვეული სახეცვლილება მაინც განიცადა. თუმცა ლუქსემბურგის სასახლის მთელი დიდებულება არის იმაში, რომ მაპატიეთ ხა სხვაგან გადავხვდი, არის იმაში, რომ მისი აი ნახეთ ახლა მე მინდა ისევ გეგმაზე დავბრუნდე და დაგანახოთ სად არის ეს, ის ვითარდება აი იმ ძირითადი დიამეტრის, რაც ვთქვი მე, რაც ყალიბდება პარიზში, იმის პერპენდიკულარულად ვითარდება, აი დაახლოებით ეს არის, რომ შეგახედოთ, დაახლოებით აი ამ ადგილას არის ლუქსემბურგის სასახლე უნდა იყოს, აი ამ ადგილას განვითარებული პერპენდიკულარული, აი ამ ღერძის მიმართ და აქ არის ის ბაღები. სწორედ აქვე მარჯვნივ მდებარეობს სუფლოს ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლი, პანთეონი, რომელსაც ასევე ვნახავთ დღეს. მარცხენა სანაპიროზე სენის, ახლა მარჯვენაზე ვთქვი, ანუ დიამეტრი ყალიბდება, რაც მთავარი არის, ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ, აი ეს პარალელური განვითარებული დიამეტრი და ამას თუ გაყვებით, შეიძლება ვერსალში ჩაგიყვანოთ, ხალხთა შორის, აი ამ დიამეტრს. ჩვენ დიამეტრის განხილვა არ დაგვიმთავრებია, ჯერ კიდევ მოვუბრუნდები მე, ოღონდ გავჩერდით სად? აი ამ ადგილას გავჩერდით ლუვრი, ტუილერი და ტუილერის ბაღები, ჩამოყალიბდა, აი ის ღერძი არის გამოკვეთილი. მარცხენა სანაპიროზე გადმოვინაცვლე. ანუ აქ აღნიშნე ლუქსემბურგის სასახლე და კიდევ რამდენიმე შენობა უნდა აღნიშნო და გაგაცნოთ რა სახე ქონდა ამ პერიოდში სასახლისა და საზოგადოებრივი ნაგებობების მშენებლობას, რომელიც არ იყო ცალკე აღებული სასახლე ან საზოგადოებრივი ნაგებობა, არამედ წარმოადგენდა ერთი ანსამბლის ნაწილს. თქვენ წინაშე ახლა ხედავთ, აქ არის წარმოდგენილი ეგრეთ წოდებული 4 ნაციის კოლეჯი. 4 ნაციის კოლეჯი, სწორედ მე რო ვახსენე ახლა, რომ რიშელიესავით მეთქი მაზარინიმ დაიღო თავისი ხარჯები და ანდერძად დატოვა. აი ეს ფაქტობრივად აი ეს შენობა აშენდა, ეს ანსამბლი გაკეთდა, რომელიც ასევე მდებარეობს მარცხენა სანაპიროზე და მინდა გითხრათ, რომ კი ლუვრი და ხა გეგმაზე ნუ არ დამაბრუნებ, მიხვდებით ახლა, რომ ლუვრის აი ეს კარე სადაც არის, ლუვრის აი ეს 4 ხრივად შემოფარგლული ეზო ზუსტად იმის ღერძზე,
გადავკვეთავთ სცენას და რა თქმა უნდა ამისთვის ხიდია საჭირო და ხიდი გაშენდა შემდგომ ამისა როცა აიგო ეს ანსამბლი აკავშირდა ლუვრი ამ 4 ნაციის კოლეჯთან რომელიც დღესდღეობით ეს გახლავთ საფრანგეთის ინსტიტუტი, სადაც აკადემია არის საფრანგეთის განთავსებული და წინ ეს ხიდი, დღევანდელი სახე ასეთი, ხიდი, რომელსაც თუ გადავივლით, ამ ხიდს გადმოვივლით და პირდაპირ მოხვდებით ლუვრის იმ 4-კუთხა ნაწილთან. ესე იგი, ვიზუალური კავშირები, მე ამას გეუბნებით, ახლა გიხსნით რა, ვიზუალური კავშირები მყარდება. მთავარ ამ სამეფო რეზიდენციასა და იმ შენობებს შორის, იმ ანსამბლებს შორის, რომლებიც გამოყალიბდა ამ პერიოდში. მაზარინი რა გააკეთა მაზარინი? მაზარინის სურვილი რა იყო? იცით რატო ქვია 4 ნაციის კოლეჯი? ის 4 ოლქი, რომელიც აიპყრო საფრანგეთმა იმ პერიოდში, იმ ოლქების გვარი სკოლა იყო, ეს კოლეჯი, რომელშიც სასწავლებლად მიყავდათ ფაქტიურად არისტოკრატები. შეიძლება ასე ვთქვათ, მათთვის არის გაშენებული და თავისი ხასიათით თუ შეხედეთ თქვენ, იგივე ხასიათი აქვს, ანუ ცენტრალური ნაწილის გამოკვეთა გუმბათით ამის აქცენტირება, რომელიც პირდაპირ ღერძზე მდებარეობს, როგორც გითხარით, ლუვრისა და ამ პერპენდიკულარული, ესე იგი, სცენაზე არსებული ხიდის გასწვრივ. ანუ ხიდი პირდაპირ ნახეთ როგორ არის კარგი კადრი აქვს. ხიდი პირდაპირ უსწორდება პორტიკს ამ კოლეჯისა და ამ გუმბათს, რომელიც დომინირებს ამ სივრცეში. დღესდღეობით აქ განთავსებულია თქო, როგორც გითხარით, საფრანგეთის აკადემია და სხვათა შორის გადაეცა ბიბლიოთეკა, მაზარინის ბიბლიოთეკა მთლიანად არის აქ გადაცემული ამ შენობაში. ვინ არის ავტორი ამისა? ეს გახლავთ ლუი ლევო, ისევ და ისევ ლუი ლევო, რომელიც ფაქტობრივად მისი გარდაცვალების მერე მოხდა ამ მთელი ანსამბლის დასრულება, თავის სიცოცხლეში ამას ის ვერ მოესწრო. იმიტომ რომ საკმაოდ დიდხანს მიმდინარეობდა 62 წელს ლუი ლევომ დააპროექტა, ხოლო გაგრძელდა 80-იანი წლების ბოლომდე მისი მშენებლობა. ეხლა მე მინდა უკვე რადგან საზოგადოებრივ ნაგებობებზე გადავედით სასახლეების შემდგომ, შევხედოთ კიდევ ერთ ძალიან დიდ ანსამბლს. ეს ანსამბლი გახლავთ ეგრეთ წოდებული ინვალიდების ესპლანადა, ასე ეძახიან და მისი ავტორი დასაწყისში გახლავთ ლიბერალ ბრუანი, რომელსაც ეხმარებოდა ჟულ არდუენ მასარი, ხოლო შემდგომ პერიოდში უკვე, როდესაც ლუი მე-14-ს არ მოეწონა ბრუანის მიერ დაპროექტებული ეს ეკლესია კაპელა აუკვეთა მანსარს და ეს ეკლესია მთლიანად არის მანსარის მიერ გაკეთებული და აღსანიშნავია, რომ მისი გუმბათი მოოქროვილია და რესტავრაციას მოხდა საკმაოდ დიდი ოქროს რაოდენობაა წასული ამ გუმბათის მოპირკეთებაში. სამშრიანი გუმბათი გაუკეთა მანსარმა, ესეც უნდა აღვნიშნოთ აქ აუცილებლად, იმიტომ რომ ესეც გარკვეული ესეთი ნოუ-ჰაუა, იმიტომ რომ შუა ნაწილი არის საკმაოდ თხელი აგურით გაკეთებული, რომელზედაც